გიგანტური ულტრათანამედროვე მეგაპოლისია, რომელშიც რამდენიმე თვე მაინც უნდა იცხოვრო, რომ მისი ღირსშესანიშნაობების ნახევარს გაეცნო. ეს ქალაქი ურბანული მონაცემებით მეორეა მსოფლიოში და 37 მილიონ ადამიანს იტევს. ტოკიოს სიღრმისეული აღქმა და აღწერა შეუძლებელია. ის განაცვიფრებს სტუმრებს თავისი მრავალრიცხოვანი უბნებით. წარმოუდგენლად რთული ქალაქის დაგეგმარებით, სადაც პოლიციელების დახმარების გარეშე ვერ გაერკვევი, მეტროს დამოუკიდებელი ხაზებით, სადაც დღეში რამდენჯერმე იკარგები. აზიისთვის მოუმზადებელი ტურისტისთვის ტოკიოს ტრადიციული სამზარეულო შოკის მომგვრელია. უცნაური წყალმცენარეები, უმი თევზი და ზღვის სხვადასხვა ბინადარი, რომლებიც ცოცხლად უნდა მიირთვა. სუსტი ნერვებისა და კუჭის მქონე ადამიანისთვის ნამდვილად არ არის განკუთვნილი. თუმცა არის რაღაც, რასაც უკვე დიდი ხანია მივეჩვიეთ, სუშის, როლებისა და საშიმის თემაზე უამრავი ვარიაცია. ამიტომ ტოკიოში საშუალება გეძლევათ დააგემოვნოთ ნამდვილი იაპონური კერძები, რათა შემდგომ სამშობლოში გაიბწყინოთ კულინარიული ცოდნით. მოგზაურებს დააინტერესებს მუნზია იაკი, კომბოსტოს, ტკბილი სიმინდისა და გამხმარი კალმარების ნაზავი, რომელსაც თხელცომს ასხამენ გახურებულ ტაფაზე და ბლინისა და პიცის მსგავსი კერძი გამოდის. პატარა მაღაზიებში სახელად კონბინი, რომლებიც ყოველ ნაბიჯზე შეგხვდებათ, შესანიშნავად არის წარდგენილი ადგილობრივი სამზარეულო, ბრინჯის ბურთულები, ონიგირი, სენდვიჩ როლები, სალათები და ბუტერბროდები. არ არის აუცილებელი იყო გურმანი ან მსოფლიოს კულინარიული ტრადიციების დიდი მცოდნე იმის წარმოსადგენად, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს კუნძულზე მდებარე სახელმწიფოსთვის ზღვის ნობაც და რამდენად გემრიელი და მრავალფეროვანია იგი. ამიტომ იაპონიის დედაქალაქში ყოფნისას აუცილებლად უნდა ეწვიოთ მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს და ცნობილ თევზის ბაზარ ცუკიძის. აქ ზღვის პროდუქტებისა და თევზის უამრავი დახლებია, მრავალფეროვნებისგან კი თავბრუ გეხვევა. სასიამოვნო ბონუსი კი გახლავთ ის, რომ ბაზრის ტერიტორიაზე უამრავი კაფე და რესტორანია. ტრადიციული იაპონური კერძების დასაგემოვნებლად უნდა ეწვიოთ კაფეებსა და რესტორნებს, რომლებზეც გამოკრულია აბრები, მაცუია, იოშინოია ან ოოდია. და ბოლოს გურმანებისთვის, რომლებიც ფინანსებში შეზღუდული არ არიან, ტოკიოში უამრავი რესტორანია, რომელიც მიშელინის ვარსკვლავით დაიკვეხნის. ცუკიჯი, გინზა, აკასაკა როფინგო, ჰილს. გთავაზობთ ტრადიციული იაპონური სამზარეულოს შესანიშნავ არჩევანს, თუმცა ეს სიამოვნება საკმაოდ ძვირი დაგიჯდებათ.